დავბერდი, ჩემი აზრი, ვის რაში აინტერესებსო? სულიერად არ ბერდება ადამიანი. ცოტა უცნაურ გარემოში კი ვართ, ჰელოუინი ახლოვდება. მთელი საქართველო ფეხით მაქვს თითქმის მოვლილი. ცხოვრებაში რა გამაზეთ მასე? ისი რა გამაზე? ვი გახსენდებათ გადაუდებელი სიტუაციის დროს. როცა გრძნობ, აი ბედი ეხა და გინდა რომ იჭილო. შვილებს მთავარი რა ასწავლეთ? რაღაცები მაპატია, რაღაცები ალბათ გულში ვერ მაპატია. თუ ჭმეოცნებობაში თუ გამოგიჭერიათ თქვენი თავი და გითქვამთ, რომ კაი, რაკეთი. წავედი და ვიყიდე ქუთაისში შეკერილი ბასანოშკე. ამერიკაში ცხოვრებით დაიღალეთ? ჩემ ცხოვრებაში ჭიქა არ გადამიტრიალებია, ყავის. არასდროს არ მაინტერესებს. ყოფილად მკითხავთ, არა. ორი გრძნობა მინდა რომ მომიყვეთ. რო ჩამოვედი, აქ მე რომანტიკას ვეძებდი და უპასუხისმგებლოდ თუ მოგცევი ხართ თქვენ თავს. ქოფაკივე როგორც პირში მიხლა მიყვარს. თოვლის პაპას რა სურვილს გაუგზავნიდით? ჰალო. თქვენზე შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება აქვს ნანახიო? შვეიცარია არის როგორი გაპრიალებული. იცი ფეხსაცმელი როგორი წავიღო საქართველოსთან, ფესურთა ჩამოვიტანე. თქვენ დაუცველად რაში გრძნობთ თავს? დილას ყავას როსო ვინმე რომ დამელაპარაკო შეიძლება დავახჭო. მე ძალიან ცოტა მყოფნის რომ ბედნიერი ვიყო. აი ბედნიერი ვიყავი მელია რომ მოდიოდა ჩემთან. როგორ ადამიანების გაურბი ხართ? საერთოდ არასდროს არაფერზე არ ნანოფ რასაც ვაკეთებ. მუსიკა რომელზეც დღემდე ამბობთ, რომ ეს ადამიანმა როგორ შექმნაო? უცბად დამარტყა თავში რომ მინდა შევიდე საელჩოში, თავისუფლება მინდოდა. რა მავნეჩვევა გადააგდეთ? სიგიჟე იყო, სიმართლე რო გითხრა. მართალი არ ნანობთ ხოლმე წარსულინა რაღაცებს, მაგრამ ენეგო ვამპირს გრძნობ იმ წუთას. თქვენ თავს თუ ეჩხუბებით ხოლმე ხშირად? რატო თქვენც არ გააკეთებთო ქალების ანსამბლს? და გავაკეთეთ ჩვენც. გეგმა B არსებობს? აღარ მინდა იქ მისვა, იმიტომ რომ ვიცი რომ დედა ჩემი აღარ გამხდება თავისი ფელამოში. ეს შემთხვევა, როცა თქვენი აზრი არ მაინტერესებს. თქვენთან არ არისო ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში, რომ იცოდა. პირველი ხელფასი ამერიკაში აბსოლუტურად არც მცხვენია და ძალიან მიყვარს. აწი იწყება ცხოვრება, ეხა თუ იწყებ. აი ზუსტად. Baby, come on, დაუძახე და ცოტა ხანში მოკუსკუს და თქვენი ფეხით ჩაბარდები? ხო, ჩემი ფეხით ჩაბარდები და ვიწყო მაჭამე. ჩემი ბოლო ვიზა ჩემ პასპორტში, ხო? იყო ამერიკის ვიზა. მეტი ადგილი აღარ იყო. ესე გინდენი ვიზები იყო. არსებობის აბსურდულობის შეგრძნება ხშირად გაწუხებთ? ეხლა ბაყაყი მყავს პატარა. ვისი იმედი ხართ დღეს ყველაზე მეტად? მთელი ღამე დავდიოდით ერთი ბარიდან მეორე ბარში. გაქვთ ეგ დანაშაულის ცნობა მის მიმართ? დრამა queen-ი რა. ციკ-ციკ-ციკ. თქვენ რაში გაგინიავებიათ? ფული რაშიც ეხლა აღარ გადაიღო. ყველაფერს. ყავას რო სვავდი, სიგარეტად ვერ ვგრძნობდი და კარგა ხანი ყავას ვერ ვსვავდი. რა გაჭხუბე? იმიტომ რომ ორივე ვართ ცხის რქები. რატო გადაწყობე ეს გადაცემა რომ გაგეკეთებია? ეს ხაჯი ვინ არის? უეჭველი ქართველი ქეთევან ნიკოლაძე ბურკე.